მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრი მამუკა გლონთან და სოზარ სუბართანთან. ესე იგი მამუკა ჩვენ ვიხუმრეთ, რომ სოზარ სუბორი იქნება მეთქი წამყვანი და მართლა დაიჯერა და მოდის რეგულარულად შვიცარიაში. საქმე არ აქვს რამე ისახედი არ არის საქმეები, ადამიანები არ არის, დასაცავი რა მოდიხარ, მაგრამ დაიჯერა. პოზიციებს ნელ-ნელა ვიმყარები, ნელ-ნელა ცოტაში გაგიყვანა კი. ვემარება, ხო? ისე ძალიან ძნელი ყოფილა ჟურნალისტობა, მე არ მეკონა ხა კი მაქვს კონტაქტი და უშუალო, მაგრამ ახლა 3 დღეა, მე 3 დღეა ვზივარ და ძალიან რთული ყოფილა, ძალიან საფრთხე. თან ავახარ, ახლა სიცხე გაქვს. თან ავათვარ, სიცხე აქვს თავი მткиო. მოტოთი ხო არ დაგეცა. დღეს ისევ შემოვიდა იმ საშინელი ქაღალდებით, ახლა დაიწყებს კითხვას აღარ მორჩება. თავარი რა არის, მოდი. ესე რამოდენიმე მთავარია და მე მინდა ამ მთავრებზე ვისაუბროთ, ხო? ეგეთი გვაქვს ფორმატი მე მგონი. დაახლოებით, ხო. პირველი ის რომ მედია გაერთიანება, სოლიდარობა მედია თავისუფლებისთვის მემორანდუმს 31-მა მედია საშუალება მოაწერა ხელი დღეს, შენც ესწრებოდი, სოზარ ვერ მოვიდა. მაგრამ საპატიო მიზეზი მქონდა, იმაზეც მინდა ორი სიტყვა მე ვთქვა. ძალიან ასე წარმომადგენლობითი გახდა ეს მედია გაერთიანება, ეს 31 საბოლოო რიცხვი არ არის. ალბათ კიდევ ბევრი შემოერთდება ამ მედია გაერთიანებას. გარდა ამისა მინდა აღვნიშნო, რომ ეს 31 არის მედია ორგანიზაცია, მაგრამ რო აიღო იქ ისინი შემოდიან ჰოლდინგებიც, ანუ რო ჩამოთვალო, ხო აი მარტო პალიტრას ალბათ 1.20 გამოცემა აქვს და ალბათ რო ჩამოწერო ესე. მოდი ანალოგია გავავლოთ, ცოტა უხეში, შეიძლება არა რელევანტური, მაგრამ მაინც ანალოგია გავავლოთ პოლიტიკურ პარტიების გაერთიანებასთან, ანუ ითხოვს ხალხი ზოგიერთი ჩვენ თანამემამულე, თანამოქალაქე პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ, რომ ერთად დავარტყათ მიშას. იგივე შეიძლება ითქვას მედია საშუალებებზე, ან მე ესე მგონია, რომ შეიძლება ითქვას, კარგია რომ საერთოდ არა, სხვაობა დიდია, იმიტომ რომ აქ არის თავისუფალი მედია გაერთიანებული. დავაზუსტებ, ძალიან ბევრი მედია საშუალებისადმი არის გონივრული ეჭვი, რომ მიშას თამაშს თამაშობს. მათ შორის არ მინდა სახელების და გვარების დასახელება, შენს გაერთიანებაში შემავალი. ჩემი გაერთიანება არ არის ეს სტარი წარმოდგენა, რომელშიც მე ერთ-ერთი რიგითი. ბატონო, კარგი, მაგრამ არის ესეთი ეჭვი. შენ არ გაქვს ეს? არ გაბრკოლებს ეს? მე არ მაბრკოლებს, იმიტომ რომ ერთი არის ეჭვი და მეორე არის რა ხდება მათ ფურცლებზე, რისგან გამომდინარეა ეს. ფურცლებზე რა ხდება? შემთხვევაში მაგალითად მე თვითონ ყოფილვარ იმის მომსწრე, როდესაც მაესტროს ეძახოდნენ ხან ბურჯანაძის ტელევიზიას, ხან ნოღაიდელის ტელევიზიას, ხან გაჩიჩილაძის ტელევიზიას. შემდეგ იყო მომენტი, როდესაც ადგილობრივი არჩევნებზე არავინ არ აქტიურობდა, მარტო უგულავა და ვაშუქებდით უგულავას, იმიტომ რომ მეტი არავინ არ აქტიურობდა, უგულავას ტელევიზიას გვეძახდნენ. ამიტომ მედიაში ეს რაღაცები ძალიან მოსულა. ესეც ჩვენი საზოგადოების, ასე ვთქვათ, ცოტა არამყარ ფსიქიკაზე მეტყველებს, ხო, იმიტომ რომ აი დღესაც კალბატონმა დარეკა, თემა იყო ესეთი, რომ უნდა იყოს თუ არა მიშა სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი დაახლოებით ეს თემა იყო და დარეკა, რომ აი როგორ სვამთ ესეთ კითხვას თქვენ მიშა სააკაშვილისგან ხართ. თავარი ეს არ არის, რაც ახლა შენ რაც ვკითხე, ჩემი აზრით, იგივე გაერთიანება ოპოზიციაში მე გამორიცხულად მიმოჩნია. იმიტომ რომ ჯერთი ყველა ვერ გაერთიანდება, იმიტომ რომ მედიაში არ აქვს მნიშვნელობა გაზეთი, ვთქვათ, პატარაა და ტელევიზია დიდია თუ არა და პოლიტიკაში ამას მნიშვნელობა აქვს, რომ არის რაღაც პარტია, ან ბევრმა დაერქვა პარტია და ხომ სოზარ, შენ რატომ დაიგვიანე რა მიზეზი გაქვს? შეხვედრაზე ვიყავი, ავიატორებმა მთხოვეს, რომ მივსულიყავი მათთან, უკვე ორ კვირაზე მეტი აქციებს აწყობენ. ეს უმუშევრად დარჩენილი ავიატორები. უმუშევრად არა, ეს არიან ავიატორები, რომლებიც ითხოვენ ხელისუფლებისგან გარკვეულ პენსიას, ან თავის ნამუშევრის შესაბამისი რომ მიიღონ. ფრინავები ყოფილი, ზოგი ყოფილი და ზოგი ეხლაც შეუძლია, მაგრამ აღარ მუშაობენ ბუნებრივია. და უბრალოდ ციფრები, რომლებსაც ისინი მეუბნებოდნენ, არის ძალიან საინტერესო. ესე იგი, ადამიანი, რომელსაც იფრინა 20,000 საათი, 25,000 საათი და მათ ყველა ტრადიცია ესეთი, რომ სასწორ საათობით განისაზღვრება მათი შემდგომი პენსია თუ დახმარება, იღებენ 92 ლარს ერთმა თქვა, 94 და 50 თეთრი მეორეც ქონდა 104 ლარი, თქვა ყველაზე მაღალი ერთ-ერთი რაც იყო პენსია. მაშინ როდესაც და მათ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომ ასაღები აქვს მრავალი წლის ეს დახმარება, რომელსაც ვერ იღებენ და სასამართლო გადაწყვეტილება არ აღასრულებს სასამართლოს აღმასრულებელი, ანუ იუსტიციის სამართლო რაც კანონის დარღვევაა და უბრალოდ რა შევადაროთ და ამით მოვურჩები ამ თემაზე ლაპარაკს. ესე სომხეთში იგივე ყოფილი ავიატორები, იგივე რანგის ადამიანები იღებენ დაახლოებით $800 შესაბამის, აზერბაიჯანში $1,800 და თქვათ რუსეთი
უკრაინა ამ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დაახლოებით აი ამ ორ შორის მერყეობს 1000-დან ზემოთ. სამაგიერო კორუფცია აღარა გვაქვს. ხო, ამის ხარჯი, ავიატორების პენსიის ხარჯი. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, უაღრესად მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, პროკურატურამ ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი დააკავა. ამ ინფორმაციას ბოლომდე წავიკითხავ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. კახეთის საოლქო პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი დააკავა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით პროკურატურა სოფო ნიკოლაიშვილის პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ანუ ჟურნალისტის ჰქონდა მცდელობა მოეკლა პოლიციელი თურმე. კახეთის საქალაქო პროკურორის გიორგი ჩივეშვილის განცხადებით საქმე აღძრულეს სისხლისამართლების კოდექსის მუხლით სოფო ნიკოლაიშვილი თელევიზიაზე დაკავების იზოლატორში შეუდგა. ეხლა რა ხდება? აქ საუბარია იმაზე, რომ სასიყვარულო ამბებზია საუბარი. ხო, თურმე ვერსია არის ესეთი, რომ ამ ჟურნალისტმა გოგონამ დაურეკა ამ პოლიციელს, ეს პოლიციელი მივიდა მასთან და შემდეგ ამ პოლიციელის მამის კუთვნილი ცელსასროლი იარაღიდან ესვლა. პოლიციელის მამის თუ გოგონას? პოლიციელის მამის. საიდან? არ ვიცი. თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა, პოლიციაში აცხადებს ონეკოშოს გიორგი სიბაშვილი უყვარდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ უყვარდა. განაცხადა ამ კაცმა განაცხადა პოლიციაში, ხო? არ ვიცი ეს პოლიცია აცხადებს ესე. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არადასტურებს ეს პოლიციელი, ძალიან ახლართული იყო. ეხლა უყურე აქ, რომ ამ პოლიციელის მამა გურჯანის პოლიციის უფროსის მოადგილეა. მოქმედი. ხო, და ამ გოგონას სოფო ნიკოლაიშვილის მამა კი დათო ნიკოლაიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების საინტერესო ჯგუფის ხელმძღვანელია გურჯაანში. აი დაალაგდა უცბად დაალაგდა სიტუაცია. საინტერესო ჯგუფის ხელმძღვანელი გურჯაანში არის ხო და პარემ აქვე ვიტყვი რომ მე კარგად ვიცნობ, კი არა ძალიან კარგად ვიცნობ დათო ნიკოლაიშვილს და ვიცნობ სოფოსაც, მაგრამ ნახა დათოს ძალიან კარგად და ერთ-ერთი უწესრიესი ადამიანია, შემიძლია დავახასიათო და უწესრიესი. ხო, მაგრამ გამოდის რომ თუ სასიყვარულო ამბებია, ეს კიდევ გამოსაკლებია. გოგონამ რა ვიცი ეჭვიანობის ნიადაგზე მამამისის იარაღით, ანუ არა საერთოდ მოხდა ეგეთი რამე. ესროლა და იმან დააჭერა. გასროლა, ან როგორ აღმოჩნდა ამ გოგონას ხელში პოლიციელის მამის იარაღი. პოლიციელის მამის, რომელიც ასევე პოლიციელი იარაღი, ან ეს პოლიციელების მამა, რომელიც გურჯაანის მთავარი პოლიციელის მოადგილეა, ესე სადდებს თავის იარაღს, რომ ამ გოგონას ხელში აღმოჩნდა. ჩვენები აკეთებენ სიუჟეტს. ალბათ გააკეთებენ. ხო. თუ არა გასასწრელია კახეთში. თომას მარკეტმა კომენტარი გაავრცელა, სადაც არის თომას მარკეტი ვინ არის? ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი. მარკეტი, უბრალოდ მარკეტი მახასიათებს გორების შეცდომ ეთქვა. გაავრცელა ბოლო ინფორმაცია, სადაც ის ადასტურებს იმას, რომ ის ტექსტი, რომელიც მას გაეგზავნა და ვენეციის კომისიას, არის შეცვლილი. და როცა კითხეს ახალ ტექსტზე ამაზე რა სიტყვეს, ამაზე დრო გჭირდება ამაზე მარტში ამაზე უპასუხა, ამაზე თქვა რომ სუპერმარკეტი ანუ გასცემს პასუხს. ამაზე მარტში ანუ აი ესეთი რაღაცები როგორ ხდება ზოზარ როგორ უნდა გააკეთო ესეთი რაღაცა რომ გაუგზავნო ვენეციის კომისიას და გავისწეს ჩადებეკ ის ტექსტი ჩამოვიდეს მე ეს ტექსტი უკან შეცვალო და მიიღო ეს გაასწავლო. როდესაც ვენეციის კომისიას უგზავნდნენ ტექსტს, მაშინ ბიძინა ივანიშვილი არ იყო გამოჩენილი, რომ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, კიდევ დააყენეს ყველაფერი და მოარგეს ერთ კაცს. და რა გონიათ, რომ ეს დაიმალება, ან ისი იმედი აქვთ, რომ ეს გაუვათ, ან რომდენდე გაუვათ ესეთი რაღაცა. რა გაზდით? აი ეს არის ჟულიკობა, ეს ბებია ჩემი როგორც ეთქოდა, ჟულიკობა. არა, ჟულიკობა, ეს არის, აი ჟულიკობა, როგორც ის კანონი ხო გვახსოვს, ამ როჩა ამ რო ამოიღეს. თუ ამ უკაცრავად ამოიღეს. ეს არის ელემენტარული ჟულიკობა ეს მე რა არის მე საარჩევნო კანონმდებლობა რაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა სულ ამ ჟულიკობით არის და შეგახსენებთ ისეთი რაღაცებია რომლებიც ზოგჯერ კანონის დარღვევა კი არ არის უბრალოდ არის კანონის მორგება ერთ ადამიანზე რა 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს გამარჯვებულს მიქონდა ყველაფერი ანუ შენ თუ მიიღებდი თქვათ მოწინააღმდეგეზე ერთი ხმით მეც 50 კაცი დაგრებულში 45 შენი იყო და 5 იმისი მერე ეს შეცვალეს და ეხლა სხვანაირი წესია, ხო? მერე ნაციონალურ მოძრაობამ შეცვალა კონსტიტუცია და თქვენს რომ უნდა იყოს 100 პროპორციული 50 მაჟორიტარი. მერე უცებ ნახეს აი ამ ლევან გაჩიჩილაძის არჩევნების წინა პერიოდში ნახეს რომ ასეთი არჩევნებით რაღაცა ოპოზიცია გაძლიერდა და შეიძლება წავაგოთ და სასწრაფოდ შეცვალეს ყველა რაიონს ხო უნდაო თავისი მაჟორიტარი და სხვა შორის ამაზე აკრიტიკებენ რომ არა პროპორციულად არის განაწერებული მაჟორიტარი. ამას თავი დავანებოთ მე ვამბობ რომ სწორადაც რო აკეთებდნენ
არ შეიძლება მუდმივად მოირგო იმაზე, ვინც ხელისუფლება კანონი შეცვლა ყოველთვის შეიძლება ახლა შეიძლება მოვდი კანონიერად გახდება პრემიერიო, ხო? როგორ გახდება კანონიერად? თუ ახლა მე ჩემს სტანზე მოვირგებ კანონს ყოველჯერზე, ყველაფერი კანონიერად იქნება, მაგრამ ხო არ იქნება სამართლიანი ეს კანონი. ისევე როგორც სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი თემა დღეს სამოცხოურ პრესაში სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერება. აი ამაზე მივალთ, მაგრამ კიდე რამოდენიმე ჟულიკობა მინდა გავიხსენო. არის კიდე ჟულიკობა. მაგალითისთვის, როდესაც პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მე ვიფრენ ჩვეულებრივი რეისებით და ეკონომიკაში ერთხელ გაფრინდა არ მოეწონა. შემდეგ, როდესაც მთავრობის წევრებს დააპროციალებდა იმაში, რა ქვია, მეტროში და თქვენ უნდა იაროთ მეტროთი და სატელეფონო ზარებს უპასუხებდა, ხო გახსოვს? ხო, მაგრამ მეტროც არულია მთავარი, იმიტომ რომ ეს დიდი ექსპორტები და დიდი ჯიპებით დადიან ახლა. მესამე თუ ვინმე გამდიდრდებაო, აგერ ნახავთ თუ არავინ გადიდებაო და ამხელა სახლები აქვს წამოჭიმული და კორუფცია არ არის, საიდან აქვს? რამდენი აქვს ხელფასი და როგორ მაინტერესებს ესე? სხვათა შორის ხელფასები თქვი ერთ უკაცრავად, რამდენი აქვს ხელფასი და 2010 წლის ხელფასები რო გამოქვეყნდა დაახლოებით მინისტრების ხელფასები, ნუ პრემიებიანად და პრემიების წილი ამაში უფრო მეტია, წლიური ხელფასი 80-დან 110.000-მდე მერყეობს. წარმოგიდგენთ? ლარი, თვეში 800 ლარი. 800, ხო, ზოგს კიდე 800 ლარი დაშენებენ წლებში და იმებში. არა, მაგ ხო ზღაპარია, მაგრამ ისედაც ვამბობ ხა. ადამიანს რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხელფასი, ხო საშუალო დონესთან შედარებით მაღალი. რომელსაც აქვს უფასო მანქანა, უფასო თვითმფრინავი, უფასო ტელეფონი, უფასო უამრავი ემსახურება მანქანა და ყველაფერი და კიდე ესე იგი რაც ხელფასი აქვს, იმაზე მეტ პრემიას იწერს, იმიტომ რომ ხელფასით გამოვიდოდოთ დაახლოებით 30-40.000 თვეში და კაც გამოსვლის 110-120.000. საიდან? ანუ პრემიას იწერს დაახლოებით ყოველთვიურ პრემიას, ნუ სადღაც 200-250. საკრებულოს წევრებმაც გამოიწერეს ესე პრემია. ეხლა ამდენი არაზე არ არის. მაგრამ პროპორციულად კი ეს შევიათ საერთოდ. რა ხდება აბა? შემდეგ ძალიან სამსათაურს წავიკითხავ. Washington Post-ი საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს პრემიერ-მინისტრის შესაძლებლობას. Reuters საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი უარყოფს რომ პრემიერ-მინისტრად დარჩენას სურს. მიხეილ სააკაშვილი 17 წელიწადში დავწერ მემუარებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 17 წელიწადი საიდან მოიწყო? აი რატომ 17? რატომ? რატომ? ანუ 17 წელს ეხა ხო არის 2012, ხო? არა, უყურე ხომ როგორ არის 8 წელი ხო იყო 817 25 და ამრგვალა ჩემი აზრით. 17 ძალიან უცნაური. ხო, აი 17 რატომ? არა 15. არა 15 ან 20. 2015 წელს ასეთ რაღაცას რო ამბობ, ხო, რაღაც ფული მჭირდება, რამდენი 100 ლარი ამბობ. ხო, 105 ლარს ხო რა ამბობ. სახარებაში წერია რომ არც ერთი იოტა, ანუ არც ერთი უმცირესი ასოც კი არ უნდა მოვაკლდეს აქ რაც არის ნათქვამები ხა სააკაშვილის სიტყვებს ესე ნუ გავიგებთ ხა შეიძლება ისე დააბრეხვო 1-2-17 და არა მე მგონი არ დააბრეხვებია ისე იმიტომ რომ არა არ დააბრეხვა ის რომ დიდხანს აპირებს ხელისუფლება 17 მოუპრიო 17 ახლა რა ვიცი თქვენ თუ გახსოვთ როდესაც მან საპარლამენტო არჩევნები გადმოწია შეუცვალა დრო და 6 თვე მოვიკელე პრეზიდენტობიდან ამას აყვედრინა და ეხლა მივხვდი რომ ეს 6 თვე რომ მოიკლო სწორედ იმიტომ მოიკლო რომ უკვე მაშინ იცოდა რომ პრემიერ-მინისტრად ანუ ამ კომბინაციას გააკეთებდა. როდესაც ნაციონალები ამბობენ რომ ან თვითონ სააკაშვილი ამბობს რომ მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები და ვთქვათ ვიქნები პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა რამ არის, ეს სხვადასხვა რამ არ არის. ის რომ აღარ მართავს ქვეყანას, აი ეს არის სხვა. ეს არის სხვა მართალი. და არა ის რომ რა ერქმევა მის თანამდებობას. ეხლა რატო გაიგეს ერთი და იგივე ნათქვამი სხვანაირად სხვადასხვა გაზეთებმა, იმიტომ რომ ამ კაცს უნდა მაგრამ პირდაპირ ვერ ამბობს და ისეთ ნართავებს აკეთებს როგორც გინდა ისე გაიგებ რა როგორც საიდანაც გინდა ისე მოაბამყურს რომ მე თვითონაც გამართლება გქონდეს მე ხო არასდროს არ მithქვამს რომ არ ვაპირებ ისე სააკაშვილს მოუწევს თქმა რას აპირებს ამ არჩევნების შემდეგ ამის ძალიან მაღალია ძალიან კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაზეც წინაზე ვლაპარაკობდი პირველ რიგში აქ მოუწევთ თქმა ვინ არის მათ პრემიერობის კანდიდატი ვინ არის მათ ფალავანი ვისი ნომერ პირველი სიაში ნაციონალების სიაში პრემიერო წესით ვისი ფალავანი დაასახელონ რა. მოკლედ 17 წელი მე ძალიან ცუდად მენიშნა, აი ძალიან უაღრესად ცუდად მენიშნა. 17 ძალიან ძეთ ციფრია. რომ ესე იგი 25 წელი ან კიდე 17 წელი მე შესააკაშვილი საქართველოში და ნუ ეს ნიშნავს რომ ჩვენ დავბერდებით ძალიან მალე. ძალიან მალე. არა, მე შევეგუებით. რაღაცა მე ხო რთული. მე სიყვარული გაგვიჩნდება. მე სიამოვნებას. მე მგონი დაიჯერეთ ახლა რომ 17 წელი იქნება ესე ლაპარაკობთ. ნუ გეშინიათ ეგრე არ იქნება. შენ გვაძლევ მაგის გარანტიას. გარანტიას არ ვეძლევ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს. მეც გოკა გაბაშვილი ოპოზიციას ურჩევს არა ქვეყნის, არამედ ხელისუფლების ოპოზიცია იყოს. კარგი, გავიაროთ. არის ოქროს სიტყვები. გოკა. გოკა გაბაშვილმა სხვათა შორის ძალიან საინტერესო
განცხადებები გააკეთა აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით და შეიძლება შევეხოთ მე ამ. რა თქვა რა? შევეხოთ ახლა შევეხოთ. მან თქვა რომ ეს მეჩეთი უნდა აშენდეს და ეს არის საჭირო რაღაცა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით. შენ წინამდე ხარ მეჩეთის აშენების? მეჩეთის აშენების მომხრე ვარ და ყოველთვის ვიცავდი რომ ნებისმიერ მორწმუნე ადამიანს ჰქონდეს საშუალება თავისი სარწმუნოება ჰქონდეს, მაგრამ კონკრეტულად აზიზიეს მეჩეთის რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვარ და გიტყვი რატომაც ეს არ არის ვინმეს რელიგიური გზნობების დაკმაყოფილებისთვის, ეს არის მეჩეთი, რომელიც იდგა ბათუმში კონკრეტულ ადგილას და იმ ადგილას დგას სხვა რაღაცეები. თუ ახლა მივალთ იმითი, რომ ისტორიულ მემკვიდრეობაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე ვლაპარაკობთ და რატო არ უნდა აღდგეს, მაშინ იმავე ბათუმში, იქ სადაც დღეს დგას იმ ტურისტი, იდგა მართლმადიდებლური ტაძარი, ის ტაძარი ჯერ იმ ტურისტი დავანგრიოთ, ის ტაძარიც აღვადგინოთ. სადაც დღეს დგას საქართველოს პარლამენტი დავანგრიოთ და ეგ ეკლესია სობორო იდგა, ის აღვადგინოთ. არ არის სწორი მიდგომა. ის რომ აზიზიეს მეჩეთი იდგას, ოდესღაც სადღაც ჯერ თვითონ აზიზიე ერთ-ერთი ოსმალო ის იყო სულთანი და ამპრობელი თქვა საქართველოს ამ კუთხისთვის და მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. მეჩეთი უნდა ქონდეს მორწმუნე ადამიანს, ააშენონ და ძალიან ბევრი მეჩეთით აშენდა და იმდენი უნდა აშენდეს, ამდენიც მორწმუნეებს სჭირდებათ. ისევე როგორც თქვა ეკლესია თუ სხვა, მაგრამ როცა არ ვითხოვს თქვა ამის უმრავლესობა რომ დავანგრიოთ იგივე იმ ტურისტი და აღვადგინოთ იქ რაც იყო დავანგრიოთ პარლამენტი და აღვადგინოთ იქ და რა არის ახლა აზიზიეს მეჩეთის ადგილზე? მეჩეთის ადგილზე არის რაღაცა სხვა შენობებია და რა შუაშია ეგ ოშკის აღდგენასთან, რა შუაშია ეს ხანძთის აღდგენასთან. ხო, მართლა ხანძთაზე არც არ ლაპარაკი. თავიდან იყო ლაპარაკი რომ 4 ტაძარი უნდა აღდგენილიყო ამის სანაცვლოდ. დღეს იქიდან დარჩა მგონი მხოლოდ ოშკი, ან ხანძთა და 4-თა ეკლესია ყოველ შემთხვევაში გამოვიდა იმ ჩამონათვალიდან და ოშკი დარჩა ერთი რაც მე ზუსტად ვიცი. ანუ არ ღირს, ხო? შენი ოშკის ახლა ოშკი კი არა, ერთი პაწაწინა ეკლესიაც ღირს, მაგრამ ეს რა გაცვლა? თუ ლაპარაკი ჩემი სახალხო დამცველობის დროს იყო ესეთი შემთხვევა, რომ მოიპარეს ქვები, თუ წაიღეს ერთ-ერთი მეჩეთის ნანგრევებიდან და მე ამას ძალიან მკაცრად გამოვეხმაურე, იმიტომ რომ იმ მოსახლეობას აქვს უფლება ეს მეჩეთი აღადგინონ. თუ ესეთი მეჩეთებია, სადაც ძველი მეჩეთი იყო, დღეს იქ მუსლიმ მოსახლეობაც ხო, აღადგინოთ და ამაში გაიცვალოს. და რატო უნდა გაიცვალოს იმაში რომ მე იქ მართლა უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას აღვადგენ და შენ რაღაც ახალი უნდა ააშენო აქ და ეს არ იქნება აღდგენა, ეს იქნება ახალი. დღეს აშენებული ეს ხო იმის რესტავრაცია არ არის რაც ოდესღაც იყო. რა თქმა უნდა. ერთი ინფორმაცია ზუსტად აი პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით. კახა კუკავა ცხადებს რომ ივანიშვილის კოალიციასთან პარტიის თანამშრომლობის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. იგი ამბობს, რომ ივანიშვილის კოალიციის პოზიცია გასაგებია, ისინი კუკავასთან, ბურჯანაძესთან და გაჩილაძესთან თანამშრომლობას გამორიცხავენ. ეს ინფორმაცია საკმარისია, ხოლო ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ნაკლებად მაინტერესებს. მათთან თანამშრომლობის დიდი სურვილი არც მე მქონია და ივანიშვილისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად არც მეგვიმართავს. ანუ ფაქტიურად აი ესეთი რადიკალური პოზიცია ორივე მხრიდან როგორც ვთქვათ. შენი აზრით შეიქმნება ალტერნატიული ცენტრი, ესე იგი ბურჯანაძე, კუკავა გლეჩიხა ეს. ჩემი აზრით შეიქმნება და უნდა შეიქმნეს აუცილებლად, იმიტომ რომ ჯანსაღი კონკურენცია კი არის ესეთი ვარაუდები, რომ ალტერნატიული ცენტრი ხელს შეუშლის, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ არ შეიძლება იყოს ორპოლუსიანი პოლიტიკა ამ ეტაპზე საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ კი ვიცით დღეს რომ მე პირადად დღეს რასაც ამბობს ბატონი ბიძინა ყველაფერს მივესალმები და მომწონს მაგრამ რა მოხდება ხელისუფლებაში რომ მოაეს და მისი გუნდი არ ვიცი მე. ამიტომ მე მირჩევნია ძალები იყოს დაბალანსებული ვიდრე ვიყო რამოდენიმე ადამიანის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული და მის პატიოსნებაზე. აი სოზარს ვკითხოთ, აბა შენ იცნობ კარგად ბევრ ამ ალტერნატიული ცენტრის შემქმნელებს და გამოვა მე ვერ ხედავ ამ წუთში იმ ძალას რომელიც გადაწონის მოკლედ თავისთავად მრავალპოლუსიანობა კარგია მიუხედავად იმისა რომ იგივე შეერთებულ შტატებში ინგლისში არის ქვეყნები სადაც ერთად ორპოლუსიანობია მაგრამ ორპარტიულია მაგრამ მრავალპოლუსიანობა ზოგადად კარგია მაგრამ დღეს როდესაც არის საჭიროება იმის რომ შეიცვალოს ხელისუფლება აქ უკვე კონცენტრაცია არის საჭირო, აი მართლა ეს უნდა იყოს მუშტის დარჩა. და რას გამოიწვევს ბურჯანაძის, კუკავას, გაჩაჩილაძის და მათი გეონდელი ვითარებით მე ვერ ხედავ რომ ძალიან რამე სერიოზული ცენტრი შეიძლება შეიქმნას. კარგი გასაგებია. ჩვენ ამით ძვირფასტელი მაყურებლებო, ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილს ვამთავრებთ. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ლაშა ნაცვლიშვილი. კი. კაკებეშნიკი ყოფილი როგორც მას ვეძახი მეგობრულად. ყოფილი კაკებეშნიკები არ არსებობენ. ლაშა ნაცვლიშვილი არის ჩვენი
გააცემის სტუმარი. დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით სოზარ, სამუშაოზე დროულად ცხადდები, ხუთშაბათი და პარასკევი და მე უკვე სერტიფიკატს გაძლევთ. ეს ხო არ გავცეთ ხოლმე სერტიფიკატი. მოისმინა. მოისმინა რატო? გაგვეხმარა. გაგვეხმარა. არა? გაგვეხმარა. რაღაცა უნარებით შეიძლება. არა, ისე მართლა კარგი გადაცემა გამოვიდოდა ხელს რო არ გიშლიდეთ აქ ორი ადამიანი. მე ხო? ორივე? ნუ ახლა მამკაც ავიტანდა. მომისმინე არ გვინდა. დღეს ხო არ მოვაყობაო. ძალიან საქმეს მიხედე. მაგრამ ასეთ საქმეა მართალია. დიდი მადლობა, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. უკვე შევხვდებით ერთმანეთს ამ სამის ფორმატში და ახლა ლაშნაცის ველოდებით. ჩვენ გადავედით გადაცემის მეორე ნაწილზე, სუბიექტურ აზრს უყურებთ. ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ლაშა ნაცლიშვილი. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა. როგორ ახარ? მადლობა. როგორ ახარ? ჩვენ უამრავი თემა გვაქვს, სადაც შეიძლება ვილაპარაკოთ. დავიწყოთ შენი აზრი მაინტერესებს ამერიკის ვიზიტზე მიშა სააკაშვილის. ობამამ უთხრა იქ კაცურად, რომ გადადექიო, ისე რომ ეთქვა, ქართულად. არა, ნუ ხა. მე მგონი ერთადერთი ქვეყანა საქართველოს, სადაც მოხდა გადაჭარბება, ასე ვთქვათ, შეფასებებში ორივე მხრიდან ვიზიტის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობისა. საერთოდ ისეთ ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის კონსოლიდაციის, ზოგადად სახელმწიფოს მშენებლობის, ასეთი ქვეყნისთვის და ასეთი ქვეყნის ლიდერის ისეთი ქვეყნის ლიდერთან შეხვდა, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ამის გადაჭარბება ძალიან ძნელია ამის მნიშვნელობის. მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და ვფიქრობ, რომ თავისთავად მოლოდინები, რომელიც შექმნილი იყო ობამა სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით, თავისთავად მოლოდინები იყო, ჩემი აზრით, თავისთავად მოლოდინები იყო გადაჭარბებული, რომ რაღაც ერთი ნაწილი ველოდით, რომ ობამა მოხსნიდა მიშას ადგილზე მოხსნიდა და ეტყოდა, რომ შენ დირექტორი ვეღარ იქნები. ხო, ნუ ახლა აქ დარჩი თუ სხვაგან. და მეორე ნაწილი მოლოდინები ალბათ იყო, რომ ეტყოდა, რომ ხო არა, სულ არა, ნუ რაღაცა პერიოდი კიდე გიგრძელება უფრო მოსლებას. ნუ რა თქმა უნდა, ამ თუ ასეთი მოლოდინები იყო, როგორც ერთხარის, მეორე ხარეს ამ მოლოდინებს იმედგაცრუება ელოდა და ესეც მოხდა. ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული ცუდი ან კარგი ამ ხარა საქართველოს მიიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის კიდევ ერთი საჯარო და ღია დადასტურება ძალიან ფართო სპექტრზე საკითხების თავდაცვა და უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური საკითხები და რაც მთავარია, რაზეც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, ის ღირებულებითი, ასე ვთქვათ, პარტნიორობა, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი სამყაროს ლიდერ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თავისუფალი სამყაროსკენ მიმავალ საქართველოს შორის, ის რომ დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, ხელისუფლების არჩევადობა და ცვალებადობა ყოველდღიურად გადაცემა არჩევნების გზით. თავისთავად გადაცემა არჩევითობა და ცვალებადობა არის დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ჩვენ როგორ ვამბობთ, ეხლა ჭირდება ჩვენ დემოკრატიის კონსოლიდაცია, ხო? აი დემოკრატიის კონსოლიდაცია ჩემი გაგებით და ვფიქრობ, რომ მე და ამერიკის პრეზიდენტი დაახლოებით ერთნაირად ვუყურებთ ამ საკითხს, ვუყურებთ, რომ დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოსთან დაკავშირებით, ესე ჩვენ გვყავდა 2000 დამოუკიდებელ საქართველოს ყავს მესამე ლიდერი. პირველი ლიდერი ჩვენ შეიარაღებული გზით დავამხეთ. მეორე თითქმის შეიარაღებული. მეორე თავისთავად დაიყო, მოდი ესე. ხო, არა, მეორე საკონსტიტუციო ვადებში ვერ წავიდა, თუმცა ეს იყო უკვე მშვიდობიანი, უსისხლო. ეხლა ჩვენ გვჭირდება პრეცედენტი. ჩვენ გვჭირდება პრეცედენტი იმის, რომ ყავდეს პოლიტიკური პენსიონერი პრეზიდენტი. აი ეს იქნება დემოკრატიული ტრადიციის შექმნა. ეს პრეცედენტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმალური საშუალებები, რომელსაც ეძებს საქართველოს ხელისუფლება, ეძებს საბაბს, როგორ მოატყუოს ბედისწერა, კანონი, ტრადიცია და დარჩეს ხელისუფლებაში. სხვა შორის მე როდესაც ვაპარაკობთ, რომ არ დაუშვებთ პუტინიზაციას, ასე ვთქვათ, ეს მიღებული ამბავია, არა, მამუკა, რომ აი ჩვენ ვამბობთ, რომ და ჩვენი პარტნიორები ამბობენ,
ანუ ის ხალხი რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ელაპარაკება როგორც საჯაროდ ასევე დახურულ კარს მიიღო ამბობენ რომ ამერიკის მესიჯი არის ის რომ ისინი ყველა ზომას იხმარენ და დაეხმარებიან ქართულ ხალხს იმაში რომ არ დაუშვან სააკაშვილის პუტინიზაცია ოპონენტები ასე ვთქვათ ამ დისკურსისა ნაციონალური მოძრაობის სპიკერები პოლიტიკური სპექტრი მხარდამჭერი ასე ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციები აპელირებენ ეკვილიბრისტიკა მიდის ტერმინებით რომ იცით რა არის რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებები არ მომხდარა პუტინი ფორმალურად არსი არ იცვლება მოდი ეს არსი არ იცვლება და მე მინდა სხვათა შორის ერთი ციტატა მოვიყვანო ეხო მოსკოვის რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი, რომელიც ყველაფერი შეიძლება დაძდო პუტინისტობას ვერ დაძებდა, სხვა შორის ბოლო განცხადება, რომელიც პუტინმა გააკეთა საქართველოსთან და აკუნინთან და საქართველოს დამიზნებულ რაკეტებთან დაკავშირებით, ზუსტად პასუხი იყო ვენედიქტოვის ძალიან შემტევი, ასე ვთქვათ, პათოსისა, როდესაც ის მთავარ რედაქტორებს შეხვდა. ვენედიქტოვი გასული წლის ზაფხულში იყო საქართველოში, მან რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა, სხვა შორის ძალიან საინტერესო ინტერვიუ აქვს მას ბენდუგიძე კახასთან, სადაც კახა ასევე ლაპარაკობს რუსეთის ნელ, მაგრამ გარდაუვალ ლიბერალიზაციაზე, აი რაც ბიძინა ივანიშვილს დაბრალდა, რომ ის რაღაც პუტინის და სხვა ლიბერალიზაცია, სხვათა შორის რაც ბიძინა ივანიშვილმა, ბატონო ბიძინა ივანიშვილმა თქვა, შეიძლება ითქვას იწინასწარმეტყველა, ჩვენ ამას ახლა უყურებთ როგორ სრულდება, როგორ უწევს რუსეთს შეცვლა რაღაცეები. არა, შეცვლა, მე თქვენ გეტყვით ახლა. რუსეთის ფედერალურ არხებზე თოქ-შოუებში გამოდიან რიშკოვი და ნემცოვი. წარმოუდგენელი. ეს ახლა ვიდრე შემოვიდოდი გოგოს ვეხონე, დაახლოებით აი იგორ გიორგაძეს რო ტაბულაში ბლოგი წაიყვანოს. არა, ეგრე არა. აი ეგეთი ნონსენსი. არა, იგორ ფედერალურ არხებზე თოქ-შოუში არასისტემური ოპოზიციის გამოჩენა ეს არის სისტემური ცვლილებების ინდიკატორი. რა თქმა უნდა, იქ არის საარჩევნო კამპანია, საპრეზიდენტო, რა თქმა უნდა, პუტინს სჭირდება ფორმალური და არაფორმალური ლეგიტიმაცია ხელისუფლების დაბრუნების და მაგრამ ეს ესეა. მაგრამ მე ახლა ეს ერთი ციტატა მინდა წავიკითხო რა. საფულში, როდესაც დაბრუნდა ვენედიქტოვი მოსკოვში, იქ ასე ვთქვათ, ერთ-ერთ დილის გადაცემაში ფერმერ გაუერთდა და ბიჩკოვასთან ერთად ის ამბობს ეს რაღაცას. Мне представляется, что господин Саакашвили и его команда строят Сингапур азиатский, где для гражданина и туриста все удобно, до тех пор, пока он не занимается политикой и не лезет во власть. Как только он начинает лезть во власть, то товарищ Ли, Ли Куан Ю, находит возможности не лезть ему во власть. И в этом смысле, безусловно, если там и есть демократия, то есть в Грузии, то она сингапурская. Тренд в этом направлении. Проблемы есть и в оппозиции, у бизнесменов, финансирующих оппозицию. Проблемы есть в работе спецслужб, связанных с прослушкой, с подслушкой, прослушкой, хотя это опровергается. То есть такая восточная демократия. И проблема с изменением Конституции. Хочу сказать, что те поправки, которые сейчас вносятся в Конституцию, чтобы из президентской сделать полупрезидентскую или полупарламентскую, это слово в слово. То, что в 2006 году обсуждалось на Старой площади, чтобы товарищ Путин стал главой правительства не в президентской республике, а в полупрезидентско-полупарламентской. Вот у тебя президентская республика, президент, который заканчивает второй срок, президент, который не может пойти на третий срок, президент, который, скорее всего, будет премьер-министром. Центр власти смещается. Поправки к грузинской конституции уже известны. Выборы в 2013 году. Но если общество демократично, то нужно ли с уходом президента менять конституцию в сторону парламента? Это зачем? Причем слово в слово. Я знаю и те поправки, и эти. მე მგონი ჩვენ ხო მაგრამ ეს გასწრომის კაცია აქ ისე ამ სიტყვების манипуляციასთან გვაქვს საქმე ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ მოდით არ ვისაუბროთ რა ქვეყანას თუ მართავს ბიბლიოთეკარი ის არის ქვეყნის მართველი და მნიშვნელობა რა ერქმევა მართავს პრემიერ-მინისტრი ის არის მართველი მართავს პრეზიდენტი ის არის მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აი მოდით დამისახელეთ ის ქვეყანა რომელსაც მართავდა არაფორმალური ლიდერი გაქვთ ისტორია რუსეთი ახლა ხარ არაფორმალური, რომელსაც არ აქვს თანამდებობა. კადაფი.
კადაფი კი ქონდა მას ფორმალური თანამდებობა. ფორმალური თანამდებობა არ ქონდა, ის იყო ესე ვთქვათ ჯამახირის რევოლუციის ლიდერი, ასევე ერქვა. როდესაც და შვილები ყავდა, მე მგონი ოფიციალურად იყო რაღაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც თვითმმართველობაზე არავი თუ რაღაცა. ხო, თვითმმართველობასთან იქ ასე ვთქვათ კონსტიტუციაც არ იყო, წვანეციგნი. სხვა შორის ლიდერი, არაფორმალური ლიდერი ჩინეთსაც მართავდა. დენ სიაოპინი, მანამდეც რაღაც ამბები იყო, მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ ისევ ობამას ვიზიც უნდა დაუბრუნდეთ. აი თომას დევალის ინტერვიუ გამოგვხდა და ჩვენ სვავთ კითხვას. მიხაილ სააკაშვილს აქვს არჩევანი, აირჩიოს ჯორჯ ვაშინგტონის გზა, ან აირჩიოს პუტინის გზა, ანუ ის გახდეს ან ასე ვთქვათ დათმოს ხელისუფლება, ან მე უფრო ძალიან მაინტერესებს ჩვენი არჩევანი რა არის. ქართული ხალხის. ჩვენ დავუშვებთ, მიხეილ სააკაშვილს არჩევანი გაკეთებულია. ის ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენა, რასაც არ უნდა ილაპარაკოს. როგორ კოჭი ეხოებს მას გადაწყვეტილი რომ 17 წლის შემდეგ დავწერო. ხო, ნუ მას გადაწყვეტილი აქვს ხელისუფლებაში და ჩვენ მივცემთ მას ამის საშუალებას. ის დარჩება ხელისუფლებაში და ვერანაირი ძალა ამას ვერ შეაჩერებს გარედან, იმიტომ რომ ლეგიტიმაციის საკითხი შეიძლება გარედან რაღაცა სფერუმარილი ესმებოდეს, ანას მარილი ეყრებოდეს, მაგრამ ლეგიტიმაციის საკითხი, ხელისუფალის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წდება იმ ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რომელ ქვეყანაში ეს ხელისუფალი ოპერირებს და თავარი ბრალდება, რომელიც ბიზინა ივანიშვილს წაუყენეს, ისე ბატონ ბიზინას დაუკავშირებ ამ ლაპარაკს, რომ როდესაც მან თქვა, რომ პუტინი რუსი ხალხის არჩევანიაო, მე თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დემოკრატიულად არის არჩეული ხელისუფალი თუ ის ავტორიტარია. სანამ ეს ხელისუფალი მართავს ქვეყანას, სანამ მოქალაქეები ეგუებიან არჩეულ ნებით ან თავისმოხვეულ ლიდერს, დიქტატორს, ის არის მათი არჩევანი. მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ყველას სამივეს არჩევანია, სამივეს არა, ჩვენი 5 მილიონის საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს არის დემოკრატია და ეს არის პლურალიზმი და სამხრეთ კორეა. ერთი და იგივე მეგეუნები ეს ვიზრე მუბარაკი იყო იმ ქვეყნის პირველი ეგვიპტელი ხალხი ეგუებოდა ამას და ეს იყო ხალხის არჩევანი. ეს არის არჩევანი, ვიდრე შენ ეგუები, ეს შენი არჩევანი. უბრალოდ ეს არჩევნები კი არ არის, ეს არის არჩევანი. ანუ ჩემი არჩევანი, მე ყოველთვის მაქვს არჩევანი, ყოველ დღე მაქვს არჩევანი გადაწყვეტილება. ჩვენ რა თქმა უნდა, გარკვეული ტრამვა ჩვენი არჩევანის, ასე ვთქვათ, დომინანტურობისა, ხელისუფლების განსაზღვრის, ანუ ფორმირების პროცესში მივიღეთ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც ჩვენ განცდა გქონდა, რომ ეს კაცი არ აგურჩევია პირველ ტურში, მან მოიპარა არჩევნები და გაუპრავეს დასავლეთიდანაც, აღმოსავლეთიდანაც, ჩრდილოეთიდანაც. შესაბამისად, ეს ტრამვა ჩვენ აქამდე გამოყვა და აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი თანამოქალაქეების ნიჰილიზმი არა ეჭვი რომ ხომ არ მოხდება ამ პრეცედენტის გამეორება რომ ხომ არ მოხდება ისე რომ სააკაშვილი ისევ მოიპარავს არჩევნებს და პირადად სააკაშვილზე მოდით ლავლა პირადად სააკაშვილზე და არა მის სისტემაზე რა თქმა უნდა თუმცა ეს ართულებს სიტუაციას პირადად სააკაშვილს რომ არ სურდეს ყოფნა ხელისუფლებაში უფრო გაუადვილდებოდათ საქმე ნაციონალებს გაცილებით მე ეს სადაუარი არის როგორც მამუკარ და მეთანხმა რა ნაწილობრივ მე ნაწილობრივ მე ვფიქრობ რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არის ერთი და იგივე ნაციონალური მოძრაობა მე ვფიქრობ რომ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გარეშე ვერ წარმომედგენია ფოკერიას ამ გულაოს ლიდერობით დაუშვათ ლიდერი ხო არ ინიშნება ლიდერი უნდა გახდე ხო ხო ამიტომ მე ვფიქრობ რომ ლეგიტიმაცია ზოგადად ამ ხელისუფლების არის არში ანი და ჰოე ქარიზმა ამ ხელისუფლების არის მიშაში არის ეს ხელისუფლება და მიშა აძლევს აი ისეთი საქციელის უფლებას და ლეგიტიმაციას იმ ოპერატიულ თანამშრომლებს რომელზეც მე და შენ შევიდართ და მიშას არსებობა უქმნის იმ შიშს მოქალაქეს რომელიც ექვემდებარება ან არ ექვემდებარება ამიტომ მე ეს ჩემი სუბიექტური აზრია რომ მიშა სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ მართველი იდეოლოგიური წარმართველი იმ გუნდის აი რაც არის რა არის ნაციონალური მოძრაობა თავისთავად ხომ არ არის მაჟორიტარი დეპუტატები რომელსაც პარლამენტში არიან ან გიგი წერეთელიც ხო არ არის რა დაუსმიშა არ არის ეს ნაციონალური მოძრაობას აქვს მკვეთრად გამოკვეთილი სახე ფერი ეს არის რაღაც ალბათ ერთი 10-15 კაცი რომელიც შეადგენს ბირს ეს ხალხი
რომ გადაინაწილებს მიშა სააკაშვილის ლეგიტიმაციას, გადაინაწილებს, მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყოფა, მაგრამ ეს ჩემი აზრია, ეს ამაზრის უფლება მე ალბათ. ანუ რომ არ ყავდეთ მათ ესეთი ქარიზმატული ლიდერი როგორც სააკაშვილი, კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ესეთ ქვეყნებში, ესეთ ტიპის ქვეყნებში, როგორც არის საქართველო, როგორც იყო საბჭოთა კავშირი, აბსოლუტურად გავს. დღევანდელი საქართველოს ყოფილ საბჭოთა კავშირს, თქვათ, იქ იყო ტირანი, სტალინი, რომელიც რომ მოკვდა, ადამიანები, ვისაც დედა დაუჭერეს, მამა დაუჭერეს, ან თვითონ იჯდა 30 წელი გულაგში, ტიროდა. ანუ იმდენად დაგიპნოზებული იყო საზოგადოება, სხვადასხვათან კინის ფარგლებში მესმის, მაგრამ მე ძალიან ბევრ დაგიპნოზებულ ადამიანს ვხედავ საქართველოში. აკაც არიან? რა თქმა უნდა, არიან დაგიპნოზებული ადამიანები და რასაც ლაშა ამბობს, ადრე თუ გიან, რა თქმა უნდა, ვერ აიტანს ამას ვერც ერთი ერი, არა მარტო საქართველო. მაგრამ როდის მოხდება ეს 17 წლის მერე, 1 წლის მერე თუ როდის მოხდება? ამიტომ აქ ალბათ ბევრად უფრო კვედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ, იგივე ბიძინა ივანიშვილმა და ავსტრალია ყველამ უნდა გაიგოს და ყველამ უნდა შეეგნოს ერთი რამე, რომ არჩევნებზე თუ არ წახვალ, იმიტომ რომ არ გჯერა, ნიშას აძლევ ხმას. ჩვენ ნახეთ 2 წლის წინ მასობრივად არადაგიპნოზებული ხალხი, რომელიც გამოდიოდა ქუჩაში 10,000-ობით და 100,000-ობით. ანუ 2 წელიწადში შეიცვალა ვითარება, 3 წელიწადში. იზრდება, რა თქმა უნდა, კატასტროფული ვითარება არ არის, მაგრამ ამრადა მე ადრე ვერ ხედავდი ამდენ დაგიპნოზებულ ადამიანს. რომელიც თქვა ცალფეხზე ცეკვავს ხიძე სადღაც თუ არ მაკოცი არ წავალყვირის და ასე შემდეგ. და იზრდება მათი რიცხვი. იქნებ სხვა ამას ფიქრობ. იქნებ თვითონ ტელევიზიებმა მოუხირეს ასეთი ადამიანების, რომ მე მაგალითად დარწმუნებული ჩვენ პროფესიონალები ვართ, შენ რომ მომცე მე შეკვეთა ნებისმიერმა რომ ასეთი ადამიანები შემირჩიე პროფესიონალურ ტელევიზიაში კი ნებისმიერს იპოვის და გადაიღო. მესმის, მაგრამ ნებისმიერი ხაიდის. ამას ტოტალური ხასიათი აქვს, მე ამას არ ვამბობ, მაგრამ მე ვამბობ რომ არ არის იოლად საქმე. კი. არ არის იოლად. მე დარწმუნ, არა, იცი რა არის ორი უკიდურესობა ახლა რომ ამბობენ რომ ის რომ მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ხარს უჭერს 65-ან მეტი პროცენტი, ეს აბსურდია, მაგრამ აბსურდია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას არ ყავს ამომრჩეველი. მე საკუთარი გამოცდილებით, პოლიტიკური თუ ასე ვთქვათ, პროფესიული გამოცდილებით, ისეთ ქვეყნებში, სადაც ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მონაწილეობა ადამიანების, სადაც ასე ვთქვათ, მთლიანი შიდა პროდუქტი ღარიბ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო სუბსიდიაზე ძალიან ბევრი ადამიანია, ასეთ ქვეყნებში იშვიათად მინიმუმი სახელმწიფო მხარდაჭერისა, თუნდაც ეს არ იყოს, ვთქვათ, ავტორიტარული რეპრესიული რეჟიმი, იშვიათად ჩამოწდეს 15-18%. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც საერთოდ იზრდება კანისტრიდან ბოლომდე ბენზინი არის, აი ის რაც რჩება. ამ 18-20%-დან ზემოთ რასაც ახერხებს ხელისუფლება, ესეთი ტიპის ხელისუფლება, ეს არის პროპაგანდის, რეპრესიის და მოწინააღმდეგე ბანაკში დეზორგანიზაციის, დეზორიენტაციის, ნიჰილიზმის შეტანით. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი საქმე. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი აჯენდა. ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ასე ვთქვათ, ირაზმება და კონსოლიდირდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ცენტრის გარშემო, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ინფრასტრუქტურულად, მოვემზადოთ ემოციონალურად, ადამიანურად, ფინანსურად, ყველანაირად, რომ გავაკეთოთ არჩევანი, დავიცვათ ეს არჩევანი, რადაც არ უნდა დავიწყდეს და ეს ფასი ამ არჩევანის დაცვისა ყველამ საკუთარ თავს მოუვიდა. ხოლო პოლიტიკოსების ამოცანა არის, რომ ცვლილებებზე ორიენტირებული საზოგადოებაში არ შეიტანონ ნიჰილიზმი, არ გახლიჩონ ისინი, ერთმანეთის კინკლაობას არ გადააყოლონ. ვითარება რადიკალურად ამ უკანასკნელ პერიოდში მე ყველასთან მეგობრობ, ხო? ყველასთან ვერ იმეგობრობ. არა, დღეს ოპოზიციაში დღეს ავტორიტეტს აგეთქი კლუბით დღეს. ხო, აი მე ძალიან. ამიტომ მე-13 წელზეც არის ლაპარაკი. დავითაშვილის განცხადება, კუკავას განცხადება, ხო, ანუ იქ ძალიან სერიოზული ამაგა პირადის ჭირთ რაღაც. იცით რა არის? ბიძინა ივანიშვილის სოუს ქვეშ და ქართველი ამომრჩევლისა და საქართველოს ხარჯზე ურთიერთ ანგარიშ სწორებას ყველამ. ეხლა არის იქ თუ არის გარეთ, თუ აპირებს მე-13 წელს, ყველამ უნდა დაანებოს თავი რა. თავის საქმე თუ აქვს ერთმანეთთან პარტიული
ქართული ხალხის ხარჯზე, საქართველოს არჩევანის ხალხზე, ჩვენი თავისუფლების ხარჯზე დაძეულობა. ამის კეთებას ყველამ მოდი დაძეულობაზე. მაესტრო რო გადიოდეს ისე როგორც გადის მეტრული სახელმწიფო არხები, ხო? ყველა ოჯახში რო იყოს მაესტრო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება უამრავი ახალი ამბავი იმალება, უამრავი საგამოძიებო სიუჟეტია, გადაცემებია, თქვა იგივე ლეჟავას გადაცემა, მონიტორის გადაცემა, შენი გადაცემები, რომელიც არ გადის. აი ხო იმ როკერი გოგონას ამბავი ისტორია იცის თბილისმა მარტო იმის გარეთ არავინ არ იცის, ხო? უამრავი იმის გარეთ თავის თავზე იციან. ხო, თავის თავზე იციან რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ გონიათ რომ თავის თავზე რო იცი და სხვა არ იცი, რაღაც მაინც იცი. ჩვენ უკვე თებერვლის ბოლოსკენ სატელეზე გავალთ ისე. შესაბამისად, მე რის თქმა მინდა იცი რომ 17 წელზე რომ ვლაპარაკობთ, ხო? რა თქმა უნდა, ხო 17 წელზე არავინ არ თulis, მაგრამ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და წინსვლა, ხო? ტექნიკისა და საერთოდ კომუნიკაციების თავისთავად მიშას წინააღმდეგ მუშაობს აპრიორი. იმიტომ რომ რაც როგორი ინტერნეტიც იყო 5 წლის წინ, ეხლა არ არის ისეთი, სოციალურ ქსელებს არავინ არ აკრძალავს და როგორც არაბეთში Facebook-ით მოხდა, ხო? ხო, და შესაბამისად იცვლება ბევრი რესურს თუ არ გვიშლი, თარგმანს ნუ არ დაგვიშლი. ხო, როგორც ასე ხუმრა ვასიკო აი ეს არის ზუსტად რა ის რომ ასე ვთქვათ ინგლისურის მასობრივი სწავლების ინიცირება გააკეთა ხელისუფლებამ ამას აღმოაჩნდა მეორე მხარე, როდესაც ყველა პროპაგანდისტულმა მანქანამ სცადა გაეყალბებინა ობამა სააკაშვილის პირდაპირ დიალოგის თარგმანი, აღმოჩნდა ძალიან ბევრი მოქალაქეები, რომლებსაც წლების განმავლობაში ხა აკითხებენ ფილმებს და ასე ვთქვათ პროფესიული ანუ რა თქმა უნდა მეცირის თქმა პროპაგანდაზე მიშა რო დარჩეს მაშინ მართლა უნდა დააწყელოს ქვეყნის ჩარხი ანუ ეკონომ ნატურებიდან უნდა გადავიდეს რა 500 ვატიან ნატურებზე კომპიუტერში ის რაც განიცადა რუსეთმა განიცადა დეინდუსტრიალიზაცია 91 წლიდან დღემდე და გახდა ასე ვთქვათ სირევაია ხო აი საქართველოში უნდა მოხდეს ასე ვთქვათ მაღალ ტექნოლოგიურ ჰაი-ტექ დეჰაიტაკიზაცია ასე რაც ძალიან რთულია შეუძლებელია ხო ამიტომ საიტები დაბლოკონ უბრალოდ ხო საინფორმაციო საიტები ძალიან ბევრი ადამიანი შედის ანუ საქართველოში წარმატებად ითვლება რომ აი სამსახურში მუშაობას რო იწყებს ადამიანი ყიდულობს კომპიუტერს ახალგაზრდა კაცი და ინტერნეტში იქექება და არა მარტო თამაშის მუღამით არამედ რაღაცას იგებს საკურველია ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა ეს ახალი სოციალური ქსელები კომუნიკაცია მე მეცაც გეტყვით თავისთავად დეციმეტრული და დეციმეტრული ასე ვთქვათ მაუწყებლობა და კონტენტის გადაცემის იმდენი საკომუნიკაციო ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალებები ჩნდება რომ აი იმ პერიოდში 17 წლის მერეო ხო ასე ვთქვათ არა აღარ პროპაგანდაზე მონოპოლიას ვეღარ უზრუნველყოფს ლიცენზია მეტრულ ან უკვე ვეღარ უზრუნველყოფს რა თქმა უნდა იგივე ეს ლიცენზიები რაც ახლა ხდება საკაბელოში ხო წესით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია როგორც გაზეთი გამოუშვას როგორ აზიან ჯერ 3 წელი დაკეტილი ჰქონდათ რომ საქმის კურსი უნდა ჩააყენო მოგცენ უბრალოდ საქმის კურსი უნდა ჩააყენო რომ გინდა ხო საერთოდ ლიცენზია რასაც ვარ გაზეთის გამოშვებას უნდა ლიცენზია ხო არა უბრალოდ თქვა რომ საქმის რა თქმა უნდა დარეგისტრირე სადღაც რომ იქ არ გაუშვა რაღაც უმსგავსება ხო მაგრამ ლიცენზია მოვცე რაში მაძლევ რომ კაბელი გავიყვანო აქედან იქამდე ან სატელიტის ლიცენზიას შენ რატომ აძლევ შენი სატელიტია არა რა თქმა უნდა და ეგ ლიცენზიაც არ არის მე მგონი უბრალოდ განაცხადება არა ლიცენზიას გაძლევენ შეიძლება უარი გითხრან სატელიტზე ეგ ერთი თვე განიხილავენ და შემდეგ ლიცენზიას გაძლევენ და ჩვენ 2008 წელს რო არ გვიკეთებდნენ მაესტროზე გადაკეთებას რო არ გვიკეთებდნენ ლიცენზიის ხო შევიტანეთ მაშინ ახალი მოგვეცი და მაშინ დაკეთეს 2011 წელს გახსნეს ეხლა საოცრება ხდება ეს მაგთისათი რო გააკეთა მაგთიმ ასე არც ერთ მაგ ესე იგი როდესაც პროდუქციის მწარმოებელი აცხადებს უარს დისტრიბუციის საშუალებას, სხვათა შორის, როდესაც შენ დადიოდი მაუწყებლებში და უფასოდ თავაზობდი სარეკლამო ასევე მოხდა. ანუ ეს მაგისაც ვარი უთხრა რუსთავმა და იმედმა რომ არ ჩამთო შენს საკაბელოს რომ ჩართავენ. ხახმა არ დაიყენოს ეს რასაკვირველი არ შეყვეს. არა, იმათთან მოწინააღმდეგეთ აღიქვამენ. სტერილურ გარემოში არ შეყვეს მაესტროს ბაცილა. სტერილურ საინფორმაციო გარემოს ტვინის რეცხვას არ შეყვეს შემთხვევით. არა, თქვი რომ აი გადამიხადე და მოგცემ კი ბატონო. სადაც მეტადილას ჩავერთვევი, უკეთესია ჩემს. ჩვენ 3 წუთი დარჩა ეთერის ბოლომდე. მე უნდა მივგორდეთ. მაგრამ ერთი პროფესიული შეკითხვა, რომელიც დღევანდელ გადაცემას შეიძლება არ ეხება, მაგრამ ახლა ბატონო, ინტერნეტში ჩაგიგდე ხელთ. ბოლო-ბოლო შენ
გვაინტერესებს ყველას. Skype და Facebook ისმინება და იკითხება თუ არა, შენ როგორ იცი? ტექნოლოგიებშიც გარკვეული გასხმა და გაკეთებისტიკობაში. ნებისმიერი კომუნიკაცია, ნებისმიერი კრიპტირებით თუ მასში გადაეცემა მონაცემები, არსებობს მისი დეკრიპტიზაცია. ანუ რაც კი იშიფრება, ხდება მისი განშიფრვა. პრინციპულად შესაძლებელია გასაგებია. რა თქმა უნდა შესაძლებელია. ხო, მაგრამ ტოტალურად იცი რა არის, ეს ტოტალურიც ჩვენ გონებაშია. აი ჩვენ Skype და Facebook-ს კითხულობენ შენი აზრით. უცებ წარმოვიდგინოთ, აი ხა შენ იცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რამდენი ადამიანი იცი შენ რომ დარწმუნებულია რომ მას უთვალთვალებენ, ხო. აი ხა ის გადაამრავლე, რამდენი ოპერატიული თანამშრომელი ჭირდება, რომ ეს ყველაფერი აკონტროლოს. რამდენი ჭირდება? მე არ მარტო კონტროლი ხო არ არის. ინფორმაცია რა არის? ინფორმაციული ბულიმი არ უნდა მოგივიდეს, ინფორმაცია ჭირდება ანალიზი. ინფორმაცია უნდა გამოიყენოს, რომ ინფორმაცია ყველაზე მალფუჭებადი პროდუქტია. თუ ეს ინფორმაცია, რომელიც შენ მიიღე, მისი ასე ვთქვათ, ლიკვიდურობას ის კარგავს, ხვალდაზე. ამიტომ აი ზაზა შათრიშვილი იყო 2 დღის წინ ეთერში და მან თქვა რომ გაიხსენა სხვა შორის ადრე მაგ შენთან 202-ში მაგ ნათქვამი და მე სიამონა როდესაც იყო რომ ჩვენს წარმოსახვაში არის უძლეველობა ტოტალიტარული სისტემის ვანოს უძლეველობაც ჩვენ შიშზე შეუძლებელია ამდენი კაცი არსებობდეს ფიზიკურად რომელიც ამდენ Facebook-ს, ამდენ chat-ს, ამდენ იმას აკონტროლებს. რა თქმა უნდა არის რაღაცები რაც ფიქსირდება და უკანა რიცხვის გადახვევით მაგრამ თავისთავად ამათი უძლეველობა, ნებისმიერ რეჟიმის უძლეველობა არის შიშზე. დგას ამ კულტივირებულ შიშზე. ამიტომ ჩვენ ხელს უნდა ჩავჭიდოთ ეს შიში. ნუ ახლა როგორ გითხრათ, კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ ესენი ძალიან მოწყვლადები, ძალიან პატარები, ძალიან უსუსურები, ეს არის, არაფერი არ არის. აქ უნდა გადაწყდეს, ჩვენში გადაწყდება და კიდე გეუბნები, მე ეს არ არის, რა თქმა უნდა. იქნება რეჟიმი, როდესაც უცხო სხეული ამოდის ორგანიზმიდან, როდესაც განდევნას იწყებს უცხო სხეულს ორგანიზმი, რომ ნორმალურად იფუნქციოს, გამოსვლის დროს იმან შეიძლება რაღაცები დააზიანოს, შეიძლება სისხლძარღვი დააზიანოს, შეიძლება კანი, რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მზადდება ვიყოთ. ჩვენ ვამთავრებთ ეს ჩვენი ამოსაღებია. ბატონო, ჩვენ ვამთავრებთ ჩვენს გადაცემას, ძალიან დიდი მადლობა გაშარებამდე. რომ ჯობს თვითოთხეს ანაძრახსა? ჯობს ინფორმაცია და საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, ვიდრე შენობები. ეგეც არის კი. რასაკვირველია. გადაგზავნებოდეთ ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით ხვალ საღამოს 7 საათს. კარგად.